ვერ ვიტყოდი რომ ქარი სტიქია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, განსაკუთრებით ხმის ოსტატებს არ უყვართ ჩვენ ჯგუფში ასეთი დღეები და ასეთი დღე სამეგრელო სვანეთის საზღვარზე. სოფელი ჯვარი, პირველი კოშკი და ჩვენი პირველი გაჩერება. ჩემი პირველი მოგზაურობა სვანეთში ეს იყო სტუდენტობის ჟამს 90-იანების დასაწყისში და სადღაც ამ მიდამოებში გაურკვეველ შეიარაღებულ ბანდ ფორმირებებთან ერთად რუსის ჯარი იდგა, რომლებიც პასპორტებს გვიმოწმებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ამ ჯერზე მაინც არ ადგას რუსის ჯარი და ჩვენი მოგზაურობა სვანეთში დაიწყო. ეგრეთ წოდებული სვანეთის კარი, ადგილი, საიდანაც პირველად კარგად ჩანს სვანეთის სამეგრელოდან გზად მიმავალი. ხოლო პირველად ისტორიულ წყაროებში სვანეთი მოიხსენიება სვანები უпростоრედ სტრაბონთან და მოგვიანებით პლინიუსთან, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ისტორიკოსებთან. ისინი მოიხსენიებენ, რომ ტომები, რომლებიც დიოსკურიის თეფში ცხოვრობენ, მათგან ყველაზე მრავალრიცხოვნებით გამოირჩევიან სვანები, რომლებსაც შეუძლიათ 200,000-იან კაციანი ლაშქრის მოგროვება. ისინი ამ პერიოდში რამდენიმენაირად მოიხსენიებოდნენ: სვანი, სუანი, სიონი. ენგურჰესი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური მთელს ამიერკავკასიაში. უпростоრად ჰიდროელექტროსადგური კი არა, ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი, რომელშიც შედის თვითონ ენგურჰესიც. საერთოდ 5 კაშხალია ამ სისტემაში. პირველი, რასაც ვხედავთ, ენგურჰესი არის ვარდნილჰესი და კიდევ 3 მომცრო თითო 40 მეგავატიანი სადგური. კაშხლოვანი თაღის სიმაღლე შეადგენს 271 მეტრს. საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას სიმართლე რომ ითქვას, ნიკო ნიკოლაძემ ჩაუყარა საფუძველი. ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსად გამოყენებისთვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ უნაყოფოდ. მან ჩამოიყვანა პეტერბურგიდან სპეციალისტები, გარდა სპეციალისტებისა, მან თავის შვილიც გამოიწვია, რომელიც სწორედ ამ სპეციალობებზე სწავლობდა და დაიწყეს მდინარეების შესწავლა, რომელს ჰქონდა ყველაზე დიდი პოტენცია ჰიდროელექტროენერგიის ამბავში და მაინც არჩევანი გაკეთდა ენგურზე. მაგრამ როგორც თქვით, ძნელი გახდა ფინანსების მოძიება და საბოლოოდ მის პერიოდში ამ იდეას განხორციელება არ ეღირსა. 1913 წელს იტალიელებმა დაიწყეს კვლევა იგივე ამ ხეობის, მათ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აეშენებინათ მცირე ჰიდროელექტროსადგური. შემდეგ უკვე 1926-27 წლებში ახალი გეგმა დაიწერა, რომლის მიხედვით 13 ელექტროსადგური უნდა აშენებულიყო სვანეთიდან შავ ზღვამდე, მაგრამ არც ამ გეგმას ეღირსა განხორციელება. ხოლო ეს კაშხალი, რასაც ვხედავთ, უკვე მოგვიანებით 1965-70 წლებში დამტკიცდა საბოლოო გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ 61 წელს დაიწყო მშენებლობა, ხოლო ექსპლუატაციაში ჩაბარდა 1978 წელს. ორას 71 მეტრი. თუ თქვენ სიმაღლის შიშისკენ მიდრეკილი ხართ, ნამდვილად არ გირჩევთ ამ მოაჯირიდან გადაყუდებას. მაგრამ თუ პირიქით გიყვართ, მშვენიერი ხედია, პარაშუტს მოგანდომებთ ფრთებზე, რომ არაფერი ვთქვათ. სწორედ აქ იყო ერთ-ერთი ჯეიმს ბონდის გადაღებები, ოღონდ სვანებს არ უთხრათ, უпростоრედ მეგრელებს. გვირაბის ბოლოს სინათლეზე ქსმენიათ რამე? სინათლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ გვირაბის ბოლოს, რომლის სიგრძეც დაახლოებით 15 კილომეტრი, ხოლო დიამეტრი 9 მეტრია,
არის აფხაზეთი. ამ გვირაბით უერთდება ვარდნილ ჰეს, რომელიც გალის ტერიტორიაზეა განლაგებული. პლინიუსის მიხედვით სვანეთის ტერიტორია ბევრად დიდ საზღვრებს მოიცავდა, ვიდრე არის ეხლა. ესე იგი, ძველი სვანეთის საზღვარი იწყებოდა ჩრდილოეთისაკენ კავკასიონის ქედის გადაღმა, მდინარე თერგისა და ყუბანის სათავეებში მდებარე ადგილებამდე. ისტორიულად სვანეთის მოსახლეობა არა მარტო დასავლეთ საქართველოს ბარში და კავკასიონის ვიწრომიან ზოლში ბინადრობდა, არამედ კავკასიონის ჩრდილოეთითაც მკვიდრობდა. ამის საფუძველს წარმოადგენს ნიკონეს მატიანე. სვანეთში საკმაოდ კარგად არის განვითარებული მეფუტკრეობა. თითქმის ყველა ოჯახს აქვს თაფლი და ბევრად კარგი განვითარება ექნებოდა ამ დარგს, რომ არა ცოტა თავისებური მიდგომა სვანების ამ დარგისადმი. აქ იშვიათად შევხვდებით ეგრეთ წოდებულ დადანის სახეობის სკას, რომელიც არის მრავალწლიან გამოყენებაზე გამიზნული. აქ არის უფრო სხვა ტრადიცია. ქოთი ეწოდება ეგრეთ წოდებულ თვითნაკეთ სკას, ტყეში მიდიან, იქ პოულობენ გარეული ფუტკრის ოჯახს, ხიანად მოაქვთ სახლში და მე დიდ მორს ჭრიან ჯორკოებად და ამაში ცხავენ ამ ფუტკრებს და ყოველი წლის ბოლოს, როდესაც მოდის თაფლის ამოღების დრო, ისინი ამ ჯორკოს აგდებენ წყალში, ანუ ამ მთელ ამ ოჯახს აღჩობენ და ასე ამოაქვთ თაფლი. ანუ ხვდებით, რატომაც არ არის სათანადოდ კარგად განვითარებული მეფუტკრეობა. მდინარე ენგური, სვანეთის ერთ-ერთი მთავარი მდინარე ცხენისწყალთან ერთად. მოედინება კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალთაზე, შემდეგ გაედინება კოლხეთის დაბლობზე და უერთდება ანაკლიასთან შავ ზღვას. მისი სიგრძე შეადგენს 213 კილომეტრს. ენგური არის შერეული საზრდოობის მდინარე, 66% ნადნობი მყინვარის წყლები, 22% გრუნტის წყლები, ხოლო დარჩენილი 12% წვიმის. ადგილობრივი მოსახლეობა ენგურს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად გარკვეულ მონაკვეთზე. მდინარე ფერს იცვლის სადღაც შუაში მესტიიდან ენგურჰეს შორის და ამას განაპირობებს ის მინარევები, რომელიც მოყვება ამ წყალს. ვახუშტი ბაგრატიონი სვანებს ასე ახასიათებს. ქართველების ტომის უფრო შორეულ შტოს სვანები შეადგენენ. სვანების ცხოვრებაში ბევრ ქართულ ჩვეულებასა და ხასიათს შეხედავს მოგზაური. სვანი ადვილად საცნობია, იგი არ გავს იმთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ. პირის სახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებს, თუშებს, ფშავებს და ხევსურებს. ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანი ხმარობს იმერულ ფაფანაკს, რომელიც ისევე პატარაა, რომ საქოჩლეს ძლივს ფარავს. სვანს ტანის ამოსზე უფრო უყვარს იარაღი, თოფი, დამბაჩა და ხანჯალი. ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს. საიდან წამოვიდა ამ თანამედროვეობაში ამ იოდის ნაკლებობაზე იგავები მე ვერ ხვდები. ვახუშტი ბაგრატიონის დროს ასე არ ყოფილა, როგორც ხედავთ. როგორც მთის სხვა ხალხს, ასევე სვანებსაც თავის სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დასტოვებს თავის ქვეყანას, მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის მეტი მხარე არც უნახავთ. რა თუნდაც რომ სხვა მხარის ნახვა, ამაზე ლამას სხვაგან სადრას ნახავენ. და როდესაც სვანს კითხავენ სამუშაოდ, რატომ არ ჩამოდიხართ იმერეთშიო, სვანი მაშინვე მოჰგიგებს. ჰავისა გვეშინიაო, უმთავრესი ზნეობითი სენი სვანებისა არის მოსისხლე მტრობა.
საუბედუროდ ეს სცენი ახლაც შემორჩა. მართალია იმ დოზით არა, მაგრამ მაინც. მესტიის მუნიციპალიტეტი, თემის ცენტრი ხაიში. 400-მდე კომლი ცხოვრობს ამჯერად ამ სოფელში და ადგილი ეხლა რომელზეც ვდგევარ, არის შანსი რომ რამოდენიმე წელიწადში წყლით დაიფაროს. ისტორია მეორდება, ეს ამბავი ბევრად ადრე დაიწყო. 70-იან წლებში, როდესაც დააპროექტეს ენგურხესის დაპროექტება, როდესაც მორჩა პროექტის ნაწილი იყო ხუდონგესი, რომელიც სწორედ ამ ადგილას უნდა აშენდეს. მაგრამ საბედნიეროდ 85 წელს ამ პროექტს არ მოყვა დიდი გამოხმაურება, ეროვნულმა მოძრაობამ და სტუდენტურმა მოძრაობებმა გააპროტესტეს ეს ამბავი და დაკონსერვდა მშენებლობა, მაგრამ მერე უკვე ისევ აქტუალური გახდა. კონკრეტულად 2007 წელს კვლავ განახლდა საუბარი, მერე კვლავ პროტესტის ტალღამ შეაჩერა და ეხლა კიდევ ახალი მთავრობა აპირებს ამ პროექტის განხორციელებას. მდინარე ნენსკრას და ენგურის შესართავი. ალბათ ხედავთ როგორი კონტრასტია, ბევრად სუფთაა მდინარე ნენსკრა და აქ არის ჭუბერის გადასახვევი. აქედან გადადიხართ აფხაზეთის სვანეთში. სწორედ ამ გზით ჩამოვიდნენ 90-იანებში მაუბედითი აფხაზეთის ომის დროს ლტოლვილები. ეს გზა გამოიარეს სწორედ მათ. მე-11-მე-15 საუკუნეებში სვანეთი ერთიანი საქართველოს საერისთავოდ ითვლებოდა. მერე უკვე საქართველოს საერისთავოება დაშლის შემდეგ სამ ნაწილად გაიყო. ეგრეთ წოდებული თავისუფალი სვანეთი, სადადაშქელიანო და სადადიანო. ზემო და ქვემო სვანეთს ყოფს ლაპტარის ზეკარი, ასეთი ქედი. ეთიკის ნორმებს არ ვარღვევთ, მიმავალ მანქანაში ნამდვილად არ ვსიამოვნებს ეს პროცესი. ნამდვილად აჯობებდა ესეთ პატარა ლამაზ მინდორზე გაჩერება და ამ ხედზე შესმა ხევსურულის. თან როდესაც მძღოლად ჯიბარმა არაფერი არ გადარდებს, გინდა ქარი იყოს, გინდა წვიმა. ქარისთვის მშვენიერი ხელსაწყო მოგვიგონა და უმალ მიკროფონის შემოსა ჩვენი ეგრეთ წოდებული გუბკით, მე მგონი სკამიდან ამოაჭრა თუ გულიდან ამოიჭრა ფასკუნჯივით და ყველა თავის საქმის მოყვარულ ხალხს გაუმარჯოს ამ ლამაზი მთების ფონზე. სახნავ-სათესი მიწები სვანეთში ძირითადად არის მდინარის სწორ ნაპირებზე, მთის ფერდობებზე და მოსწორებულ სხვა ადგილებზე. სამწუხაროდ სვანეთის ზედა ნაწილში ისეთი უხვი მოსავლიანობა არ არის და მხოლოდ ქერი მოყავს მოსახლეობას. უბრალოდ ბოლო რამდენიმე 10 წლეულია გავრცელდა კარტოფილის კულტურა, რომელიც მთელ სვანეთში მოდის. შუა წელში თითქმის ყველაფერია შესაძლებელი, მოდის სიმინდი, ქერი, პური, შვრია. მეხილეობა არ არის გავრცელებული, თუმცა ქვემო სვანეთში კლიმატური პირობები ამას ყველაფერს უწყობს. სადაც ჩახვალ იქაური ქუდი დაიხურეო, ამ წესს ვასრულებ. რამდენად ტელეგენიურად ეს თქვენი გადასაწყვეტია. სვანები ორნაირ ქუდს ხმარობენ. ძირითადად ზამთრის, რომელიც წაგრძელებულია და მეორე, ნამდვილი კლასიკური სვანური ქუდი, რომელიც ნაბდისგან მზადდება და მას აქვს ჯვარი გამოსახული. ამბობენ, რომ გარდა ჩვეულებრივი თავსაბურავისა, ამ ქუდს ფარის ფუნქციაც ჰქონდა
ორთაბრძოლისას ხმარობდნენ ხოლმე ხმალს უხვედრებდნენ და მერე ართმევდნენ. აი ესეთი რამეც მსმენია სვანურ ხუთს. სასტუმრო Grand Hotel უშბა. ცოტა ვეს ანდერსენისკენ არ წაგიღოთ, ბუდაპეშტში არ ხდება ეს ამბავი, ეს არის მდინარე ბეჩოს ხეობა, ულამაზესი სოფელი მაზერი და ზედ უშბიზირას განლაგებული ეს საოჯახო ძალიან მყუდრო კომფორტული სასტუმრო. სხვადასხვანაირი სახის მომსახურებებია აქ, შეგიძლიათ ამოხვიდეთ აქ და დაივიწყოთ ყველაფერი. დაგიგეგმავენ აქ მრავალნაირ ტურს, ცხენით, ფეხით, სვანური ქუდების დამზადება, ექსკურსიები ულამაზეს ადგილებში, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება და არა მარტო დაგემოვნება. შეგიძლიათ თავად მოამზადოთ, უყუროთ როგორ ამზადებენ და როგორც გითხარით, მათზე კარგად არავინ არ იცის აქაური ამბები და ისტორიები. თავარი ამ სასტუმროს ხიბლი არის ის, რომ თავს გრძნობთ როგორც საკუთარ ოჯახში. ასეც არის ეს ამბავი, მომიყვნენ ამ სასტუმროს ისტორია და ძალიან საინტერესოდ ჟღერს. ძმები არიან, რომელიც ერთ-ერთი ძმა თავის დროზე მუშაობდა გიდად და სწორედ ამ დროს გაიცნო მან ნორვეგიელი ტურისტი, რომელიც საბოლოოდ ამ სასტუმროს თანამფლობლად იქცა და დღეს ესე ერთობლივად მართავენ ამ ულამაზეს ადგილს და დაუვიწყარ დროს გაატარებთ თუ ჩამობრძანდებით აქ. სოფელი ბეჩო უშბას მისადგომები და ვერ უძლებთ სტუნებას. ისეთი ხედებია, რომ ჩემი Huawei Honor-ით რომ ფოტოები არ გადავიღო, შეუძლებელია. მწვერვალი უშბა, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი სვანეთის კავკასიონზე. კი მდებარეობს იალბუზის სამხრეთ აღმოსავლეთით. მისი სიმაღლე შეადგენს 4700 მეტრს. ერთ-ერთი რთულად ასასვლელი მწვერვალია. ორი პიკი აქვს მას. სამხრეთ პიკი უფრო რთულად ითვლება. პირველად 1888 წელს ავიდნენ ინგლისელები ჩრდილოეთ პიკზე, ხოლო სამხრეთის პიკზე 20 წარუმატებელი ცდა განხორციელდა და ბოლო-ბოლო ავიდა ექსპედიცია გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარელი ალპინისტების შემადგენლობით. ეგრეთ წოდებული საბჭოთა, ანუ ქართველი პირველი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა 1934 წელს. საინტერესოა, რომ ლონდონში არის ალპინისტთა კლუბი სახელწოდებით უშბა. უშკულის თემი სულ 4 სოფლისგან შედგება. ჩაჟაში ძველი სვანური სიტყვაა და ნიშნავს ცხენების სადგომს. ისტორიულად უშკული ყოველთვის იყო უბატონო თემი. დღევანდელი გადაცემის მასპინძელია კაფე მუხა-ცაკატუხა, ახლებიანის ყოფილი პეროვის ნომერი 15 და ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ სიგარეტის ბოლის გარეშე მშვიდად მიირთვათ. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი მთამსვლელი ბატონი ბიძინა გუჯაბიცი. უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩვენი დღევანდელი გადაცემა იცით სვანეთს ეძღვნება. პირველი მწვერვალი, რომელიც დავინახეთ, ეს იყო უშბა, ბეჩოს ძირი და მოდით ამ მთაზე ვისაუბროთ ცოტაოდენ.
თაზე გაუთავებლად შეიძლება ლაპარაკი, მით უმეტეს ჩემთვის და ჩემგან და ეს არა მარტო კავკასიონის ერთ-ერთი საუკეთესო მწვერვალი და საინტერესო მწვერვალი, არამედ ესე მსოფლიოში ძალიან ცნობილი და მნიშვნელოვანი მთა არის. ძალიან ბევრი მთამსვლელი ზოცნება რომ უშბაზე ავიდეს. რა განაპირობებს აი მიზეზებს რაც ჩამოთვალეთ? სირთულე, ძალიან ის არის ლამაზია თვითონ. შემდეგ აქვს ძალიან რთული მარშრუტები. ერთადერთი მარშრუტი არის ჩრდილოეთი ქედი, რომელიც შედარებით მარტივია და საშუალოზე ოდნავ ასე ვთქვათ მაღალი კატეგორიის სირთულის არის. თვითონ აი ფაქტურა, ქანი ძალიან საინტერესოა. ამიტომ ძალიან პოპულარულია რა. ძალიან ბევრი თამსვლელად არც კითხვის თავს თუ უშბაზე არ ავიდა. მაგალითად მყავს მეგობრები, რომლებიც ყველა შეხვედრაზე მეუბნებიან, რომ მე დიდი ვალი მაქვს რა. მოკლედ საქართველოს და თამსვლელობის წინაშე რომ უშბაზე არ ვარ ნაუყოფი და ყველა აპირებს ჩამოსვლას რა. ესეთი მთა არის და ეს ასე ვთქვათ მე 19 საუკუნის ბოლოს როგორც კი ესე ვთქვათ თამსვლელობა დაიწყო ასე ვთქვათ ალპებში ანუ ალპინიზმი დაიწყო მაშინვე მიიქცია ყურადღება ასე აი ამ მთამ რა და პირველი მცდელობა ჰქონდა ფრეშბილს ასვლის ეს იყო 1867 წელს უпроსორად მცდელობა კი არ განზრახვა ჰქონდა თორე თვითონ მცდელობა რომ აი გავიდა მარშრუტზე ასეთი რამე არა ჩანს რა შემდეგ პირველი ასვლა იყო 88 წელს ჩრდილო უშბაზე აი ამ პირველ მასე ყველაზე მარტივ მარშრუტზე ბრიტანელების ასვლა იყო ალმერის ასვლა და შემდეგ იყო უკვე 1903 წელს სამხრეთ უშბაზე ავიდა ეს იყო გერმანულენოვანი ის იყო შვეიცარიელები გერმანელების ისა მაგრამ ძირითადად იყო შულცე ახალგაზრდა ტიპი იყო მაგარი მთამსვლელი ესეთი სტუდენტი იყო ფაქტიურად ძალიან ამბიციური ესეთ თვითონ შეაგროვა სპონსორები ისინი და თვითონ გააკეთა სასწავლო ეს მარშრუტი დღესაც ესე კლასიკად ითვლება წითელი კუთხით ასვლა რა. სახელი დაერქვა მარშრუტს. არა, წითელი კუთხე ქვია რა, თვითონ აი ამ იმას მარშრუტს. ხუთიანი კატეგორიის სირთულის არის რა და შემდეგ უკვე 34-ში იყო ეს პირველი ასვლა, პირველი საბჭოთა ასვლა, პირველი ქართული ასვლა ეს ალიოშა ჯაფარიძე, ალექსანდრა ჯაფარიძე. აი ეს ცნობილი ალიოშა ჯაფარიძე და სტალინი რო დავალებებზე აგზა ხომრის მთაზეც ექსპედიციაში ანუ ხო კი, თვითონ დიდი გვარი მანამდე სიმონ ჯაფარიძე, მაგრამ სიმონ ჯაფარიძე როცა გარდაიცვალა დაიღუპა 11-ზე მაშინ მე დაიწყო ალიოშამ მთაში სიარული რა და მე გახდა ასე ვთქვათ თამსვლელი რა და მოკლედ გიონი გურიანი ისა იაგორა კაზალიკაშვილი მოსვლაზე იყო ვინმე შეიძლება გამომრჩეს ახლა თვითონ ექსპედიციის მონაწილეები სანდრო გვალიაც იყო პატარიძე იყო მარუაშვილი ოღონდ ეგენი არასულან ეს 4 ავიდნენ მარტო და ძალიან საინტერესო ასვლა იყო ერთი ასე ვთქვათ საკვანძო მონაკვეთი აქვს ამ წითელი კუთხე რასაც ქვია ახლობით ასე 50-60 მეტრიანი კედელია და ამ ძირითადად გიონი გურიანი ცოცავდა ძალიან კარგი მცოცავი იყო რაღაც მომენტში ეს ძალიან კარგი მონადირე იყო ახლა როგორც უმეტესობა სვანების რა და ისა რო ვერ გაიარა ისა ფეხზე გაიხადა და ფეხშველმა იცოცა რა ესე კარგი მოჭილება აქვს შიშველს ფეხს ნუ ცივა და რაღაც მონაკვეთზე ვეღარ ასწრებდნენ ასვლას და ალექსანდრა ჯაფარიძემ თქვა დავრჩები აქ უკან უნდა დაბრუნებულიყო ამის გასათევი არ იყო
პატარა თარო იყო და აქ დავრჩებია და ფაქტიურად ეს იყო ისეთი ასე ვთქვათ მძევალივით ასე ვთქვათ რა ნაბადში გაახვიეს და დატოვეს რა ხო და როდა ეშდნენ მაშინ ის ამბობს რა რომ სალე შეჯაფერიძე მივხვდიო რომ ყველა ამსვლელი ვიყავითო რა უკვე ახლა არ დატოვებდნენ ხო ნუ რაღაც ისეთი სიყო მაშინ ამ თვითონ ალიოშა ამბობს რომ ესე იგი ჩვენ უნდა ვისწავლოთ სვანებისაგანო ცოცვაო, დინოკლდეზე ცოცვაო და მოხევებისგან თოვლში ასე ვთქვათ სიარულია და ესეთი კაი შემადგენლობა იყო ესე ვთქვათ. სვანეთიდან და ეს იყო პირველი ასე ვთქვათ საბჭოთა კედლოვანი ასვლა, ხო, კედლოვანი ასვლა ქართული მერე უკვე სამხრეთ უშბაზე აი ბექნუ ხერგიანის გაბრიელ ეს მარშრუტი ხერგიანები ბექნუ გაბრიელი ბესარიონი მაქსიმე გვარდიანი და ჭიჭიკო ჩართოლანმა გაიარეს ეს მეორე მარშრუტი ისიც ასე ვთქვათ დღესდღეობისას კლასიკად ითვლება ამ მთაზე სვანეთიდან კიდე რომელ მთას გამოყოფ თქვენ თვალსაზრისით რომელია საინტერესო საერთოდ სვანეთში მთამსვლელობა განსაკუთრებულად სხვანაირად აღიქმება არც ერთ სხვა ქვეყანაში, სხვა კუთხეში ასე არ არის რა. ასეთი ესე ვთქვათ გულშემატკივარი და ასეთი ჩართული მოსახლეობა არსად არ არის. კულტურის ნაწილია გარკვეულ. ხო, მაგრამ ახლა ასეთივე ბევრი ხერგიანმა განაპირობა თუ მანამდეც ასეთ პატივისცემაში იყო ეს პროფესია. არა, მანამდეც ახლა უამრავი ლეგენდა უშბასთან დაკავშირებული და თვითონ მთამსვლელობასთან და აი მონადირე, უამრავი ზღაპარი, უამრავი საყოფაცხოვრებო საქმეა მთამსვლელობა, ისინი არ უყურებენ როგორც სპორტს, გატაცებას. ძალიან განსხვავებულა, ძალიან მძაფრად აღიქმებენ და კარგად არიან ჩართული. ესეთი გულშემატკივარი, როგორც ახლა ვთქვა თამსვლელობას იმაში ყავს, სვანეთში ყავს, სოფლიოს სხვაგან არც ერთ ქვეყანაში არ აქვს. იციან თქვა სხვა ქვეყნებში, სხვა რეგიონებში, მაგრამ იმათთვის ეს არის რაღაც ისეთი რაღაც გამოყენებითი, რაღაც შემოსავლის წყარო, რაღაც ისეთი და აქ კიდე ამითი ცხოვრობენ რა. ადგილობრივებმა ძალიან ბევრი მოგვიყვნენ მიშა ხერგიანზე. და ნუ თქვენი პროფესიისთვის ერთ-ერთი გურუ იყო, ასე ვთქვათ და თქვენც თუ რამეს მოგვიყვებით. ხო, თვითონ ასე ვთქვათ, მასშტაბების განვითარების დასაწყისში, ასე ვთქვათ, პირველ წლებში სვანებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, დიდი გავლენა რა თამსვლელობაზე. მაშინდელი, ასე ვთქვათ, მონადირულ ალპინისტური ტექნიკა ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა სიარულის რა და ამიტომ ძირითადად სვანები დადიოდნენ რა. სამწუხაროდ ახლა შემცირდა რა თვითონ თამსვლელების რაოდენობა. ხო და რაღაც დიდი იმედი გვაქვს რომ აი რაღაც მოვახერხებთ რა ყველაფერი ამის აღდგენას და რაღაც გაძლიერებას ისევ და პოპულარიზაციას და რაც შეეხება თვითონ მიშას ეს რაღაც ისეთი გამორჩეული ადამიანი იყო. საერთოდ თვითონ თამსვლელობა აქვს ძალიან ისეთი მოკლე მეხსიერება ხოლმე. ერთ-ორ თაობას გაყვება, რომელიმე თამსვლელის ასე ვთქვათ შესახებ რა ინფორმაცია. ეს კიდე ისეთი ადამიანია, რომ აი დღესაც კი აი ახალგაზრდებს რაღაცებს ხვდები რა. ძირითადად საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია. ახალგაზრდებს ხვდები ხოლმე და აი ისინიც ასე ვთქვათ თვალებ გაფართოებული რომ ყვებიან და ლაპარაკობენ მიშაზე რა. ძალიან ესეთი საინტერესო ისტორია არის ამ პირველი კედლოვანი ასვლის 1903 წელს მაგასვლაში მონაწილეობდა ეს ქალი ჩენჩ ფონ ფიკერი. ძალიან ისეთი ლამაზი კარგი ქალი და დადეშკელიანმა თათარხანი ერქვა, თათარხან დადეშკელიანმა ძალიან მოეწონათ ეს უშბა, საერთოდ რომ ნახეს, ნუ ბეჩოდან განსაკუთრებით ისეთი ლამაზი era და
მოკლედ აჩუქა ესე უშბა რა. ამაზე ეს გაუფორმა, ასე ვთქვათ, დოკუმენტიც ხელით მოუწერა, რომელიც დღესდღეობით ასე ვთქვათ ინგლისში ინახება რა და ინგლისელები თვლიან კლუბიც არის შექმნილი უშბის ასე ვთქვათ. პრეტენზიას ხომ აცხადებენ ამ კი და ნუ ახლა მაშინვე პრეტენზია გამოითქვა ახლა ადგილობრივების მხრიდან რა ახლა სვანდებმა რას ქვია უშბა აჩუქე და და ოსეც პატარა ბრიტანული ავტონომია ნამდვილად მიჩვენია. მოკლედ ისო ნუ ერთად სადაც დგას იქ იქნებოდა ახლა ქალს კიდე გაუხარდა ახლა თქვენც რა მოგივიდათ რა ზედი ეს იყო ეს პროფესიიდან გამომდინარე უამრავი მოგზაურობა გექნებათ ალბათ მოვლილი და ჩვენ დავიწყოთ იმ ქვეყნებიდან აი სადაც მთებია უბრალოდ მაქედონია უნდა დავიწყოთ და მაქვე დავამთავროთ ვიდრე რა სხვაგან არც მიწევს ხოლმე სხვაგან ყოფნა და არც ზამან დიდი ინტერესი მაქვს რა და უბრალოდ ინტერესი კი მაგრამ აი დრო არ მოგზაურობ საერთოდ დიდ დამსვლელობა ფაქტიურად თავიდან ბოლომდე მოგზაურობა რა სახლიდან რო გამოდიხარ სახლში დაბრუნებამდე ეს დიდი დრო გადის რა და კი აი მუდმივად გზაში და ჩემი ოჯახის პლიანად ამ ასე ვთქვათ ცხოვრების სტილით ცხოვრობს უკვე თავისით დაწანწალებს ასე ვთქვათ ყველა რა პირველი გასვლა საზღვარგარეთ ასე დავუყოთ პირველი გასვლა საზღვარგარეთ ეს იყო ავსტრიაში და ეს იყო ალპებში რაღაც 90-იანი წლები 99 ალბათ ინსბრუკი თბილისთან დაძმობილებული ქალაქი იყო და ინსბრუკის მერი რაღაც გასვლითი ჯგუფებით მოკლედ მოხვდით და დიდი ჯგუფი წავედით აქედან სულ განსხვავებული ხალხი განსხვავებული ინტერესებით იმითი მაგრამ ალპებში რა და ეს იყო ასე ვთქვათ შოკი ყველანაირი მახსოვს მომანამდე ერთი წლით ადრე ჩემი მეგობარი იყო იქა და იმან დამაბარა ბიჭო ასე მახსოვს რომ საზღვარზე რომ გადავედითო ბალახსო სხვანაირი სიხასხასე ქონდაო და ერთი დაუკვირდი შენცო მომეჩვენა მართლა ეგრე იყო და მართლაც ეგეთი იყო შემოდგომა იყო მე მგონი ალბათ თუ გაზაფხული აღარ გაზაფხულეთ აი ესეთი აი დახატული ესე ვთქვათ შვეიცარია შუისა ავსტრია ხო ტიროლია განსაკუთრებით ეს ჩრდილო ტიროლია და ყველაფერი მოხატული მოჩითული და ძალიან ლამაზი და ძალიან უცნაური იყო და მაგრამ გამიჭირდა რომ აი რა გამიჭირდა რომ ამას ჩვენთან დიდხანს ამას ჩვენ რომ ვერ ვნახავთ ჩვენთან რომ ეს არ იქნება და რო ჩამოვედი ზოგადად ასე ვთქვათ დეპრესიაში ისე მსუბუქად ვიყავი და შემოდგომა იყო ახლა გამახსენე ხო და ესა რაღაც ფრანგების წაყვანა მომეწია მყინვარწვერზე და ხო ახალ ჩამოსულს რაღაც რამდენიმე დღეში და მოკლედ ყაზბეგში რო ავედით ასე ვთქვათ და უკვე კაი ხასიათზე დავდექი და უკან რო დავბრუნდით უკვე ახალი მოთოვილი იყო თვითონ გერგერჩი რო ჩამოვდიოთ ის და ეს მოკლედ ჯერ კიდე ეს ყვითელი ფოთლები ნეკერჩხალი ეს ახალი მოთოვილი და მივხვდი რომ ჩვენ ქვეყანას არა ეს ქვეყანას არაფერი არ ჯობია რა და რაღაცა მალე გადამიარა ეს ბოლოსთვის გავიხსენებდი ვლადიმერ ვისოცკის ერთ ფრაზას ალბათ თქვენც დამეთანხმებით რომ მთებზე კარგი მხოლოდ ის მთებია რომლებზეც ჯერ არ ყოფილვართ სემიონოვიჩი ჩვენი დიდი მეგობარია ასე ვთქვათ ასე ვთვლით და მეც ყველას ვუსურვებ რომ ერთხელ მაინც მოხვედრილი იყვნენ ასე ვთქვათ მთაში სერიოზული მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის მაყურებელსაც დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე კარგად